რუსული მხარე უკრაინას მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა. ზაპოროჟიეში რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან უკრაინამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო იმ 16 დასახლებიდან, რომელიც საბრძოლო ხაზთან ახლოს მდებარეობს და რუსული ძალების შემოჭრის რისკის ქვეშაა. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. რუსეთი ცდილობს განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე შეერთებულ შტატებთან და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა რუსეთთან. მთავარია არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე.